ძმანო და დანო დღეს არის ხსენება უდიდესი წმინდანის ძველი აღთქმის ილია თესბიტელის იცით ბიბლია რომლის ავტორია ღმერთი არასდროს განრისხებულა ორი რამის გამო განრისხდა როგორც ლუის ურბნისის კრებაზე ჩვენ ამას უდიდესი ქართველების მიერ ამ დასკვნას აკეთებენ უდიდესი ქართველები დავით აღმაშენებელი წარმოიდგინეთ რა პიროვნება რა წმინდანი მართა მარიამ იმპერატრიცა ბიზანტიის სამგზის ეს იყო მამიდა დავით აღმაშენებლის ესწრებოდა რუსეთის კრებას ამის გამო კი არა ეს კალი საპატივცემულო იმის რომ მან სოფლიოში უდიდესი ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო ტაძარი ხორას ტაძარი ააშენა ეს არის მოზაიკით მთელი ახალი აღთქმა და მთელი ბიბლია ამ ქალის დამსახურება უდიდესი ასკეტი მამის თეოფილაქტე ბულგარელს უბრძანა რომ შენ ნიჭსო ნუ დამალავდა სახარების განმარტება გააკეთებდა რო გვაქვს იყიდება კარგულად პატარ-პატარა ისა განმარტებების სახარების ეს ამ დედოფლის დამსახურება კრებას ესწრებოდა არსენი ყავთველი ერთ-ერთი უდიდესი განათლებული და უწმინდესი კაცი კრებას ესწრებოდა პატრიარქი უპირველეს ყოვლისა ის უნდა მოგვეხსენებინა ივანე რომელიც იყო ლოდმარი კომპოზიტორი საოცარი პიროვნება უდიდესი ასკეტი გამოცხადებები ჰქონდა ესეც აწერს ამოკლებს ხელს კრებას ესწრებოდა შეიძლება რამე შემეშალოს უდიდესი მამა უდიდესი ასკეტი უდიდესი მღვდელმთავარი კაცობრიობის გიორგი ჭყონდიდელი და კრებას ასევე ესწრებოდა ძალიან ბევრი წმინდა ასკეტი ბერი მათ თქვეს ეს აზრი რომ ღმერთი არაფერზე არ განრისხებულა გარდა მამათ მავლობას და იმდენად განრისხა რომ გოგირდის წვიმა აწვიმა სოდომსა და გომორს და ბავშვები ან მოხუცე ბეწველები დაადუღა და დააფერა და ღმერთი ჩემო ძვირფასებო განრისხდა კიდე ერთ რამეზე ოღონ ამჯერად არ გადაუბუგია არა მაგრამ განრისხდა იმიტომ რომ ბიბლიის ავტორი ღმერთია და იქ ყველგან ღმერთი ძალიან მობიერად სიყვარული ყველას ექცევა ყველას ესაუბრება და ერთი რამის გამო ის ამბობს შემდეგს აღშფოთ და იმიტომ ანუ ათეიზმის გამო და ბიბლიაში წერია ესეთი რამ თქვა სულელმა არ არის ღმერთი ეს სიტყვა ღმერთისა თქვა უგუნურმა თანამედროვე თქვა სულელმა არ არის ღმერთი იმიტომ რომ ჩემო ძვირფასებო მართლაც სულელი უნდა იყო რომ შეხედავ ამას ყველაფერს და იტყვი კიდე ღმერთი არ არის აი ჩვენ შეგვიძლია ზოგმა იცის კათოლიკო ეწამული ზღვა გაიყო გამოიყო მე რა ვიციოდა აქ ჩვენი ადამიანი ათეისტო აი უბრალოდ დააკვირდი უდიდეს სასწაულს ავიღოთ ცხოველები აი მე ვარში გამომჩეს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს წარმოვიდგინე სპილო ლომი ვეფხვი აბაზა ჟირაფი კენგური ბეგემოტი ჯიხვი არჩვი გერი მელია ირემი ნიაგი ხარი მაიმუნი გორილა ბისონი თუ ადამიანი უპირველეს და ნუ რამდენია კიდე ფაუნა ხო რაღაც რა ვიცი
რა ვიცი კიდე რამდენი და ფრინველები და როგორი და რანაირი კაკადუ ჯერმატო კაკადუს შეხედა და მე კიდე იტყვი რომ სასწაული ჩემთვის ხო და აი ესენი ყველაფერი ზოგი კვერცხი იბადება დედის მუცელში არიან პატარა წერტილი ლომი გარცისისფერა წერტილი ვეფხვი ყვითელი წერტილი ადამიანი შავი წითელი თეთრი ყვითელი ო ესეა და ასე შემდეგ ეს პატარა წერტილები და გესმით თქვენ ჩემო ძვირფასებო რომ შემდეგ რა ხდება ამ პატარა წერტილიდან არაფერი რო არ არის შიგნით არაფერი გამოდის ვეფხვი ნუ აქ რო ვერ დაინახავ იმას რომ რაღაც სასწაულად გონიერმა არსება სასწაულად ყოვლის შემძლე არსება ქმნა ეს მაშინ მართლა უგუნური ხარ და ამიტომ სულიად სამართლიანად ამბობს უფალი ღმერთი ამბობს თქვა სულელმა არაა ღმერთი არც ამბობს ის ამოსტო ჭასვა თვარე ვარსკვლავები დიდი დათვის თანავარსკვლავები რომელიც ნავიგაცია იყო სანამ აღარ გამოიგონებდნენ ამ ნავიგაცია იყო მეითიმი ამით მოძრაობდნენ ესე იგი ეს როგორ შეიძლება რომ ღმერთს არ შეექმნა ნავიგაციას რო თან ხომ და ჩამთო რაღაცაში ხო იქ არის ასევე ეს ნავიგაცია ღმერთმა შეექმნა ჩემს და ეს ყველაფერი მე რაღაც უბრალო ექსკურსიით ერთი მიმოხილვით თქვი ეს არის უდიდესი სასწაული სულ ვამბობ და ვიმეორებ რომ მეწამული ზღვა გაიგო ეგ დასასწაული ამასთან შედარებით ეს რამდენჯერ კაცობრიობის ისტორიაში რამდენი ხდება და მომავალშიც მოხდება რომ ბავშვი პატარა წერტილი რო ისდე ბავშვი ხდება ამოტრიალებული წყალში მუცელში 9 თვე მერე გამოდის ნუ ამაზე დიდი სასწაული და ზოგჯერ როცა ხუპებია 2 და 3 უდიდე სამაგადდიდი სასწაული გესმით ხოდა აი ლუისუბლისის კრება ამბობს რომ მრავალგზის ქმნილარიან მრავალთან ათესავთა მივიენ ერობა შური სიძულული კაცის კვლავ რუშება ცრუფიცი კეთსახურება გარნა არცერთ მათგანზე არ აღშფოთებულა აღუშფოთებელი ღმერთი და აღშფოთდა მამათმა ლომისთვის და დაარღვია სოდომი და გომორი გოგირდის წვიმა აწვი არც ერთხელ არაფერზე არ შფოთებულა ამის გარდა და არ აღშფოთებულა იმაზე რომ კაცმა თქვა რომ არ არის ღმერთი აღშფოთდა ღმერთი და დაწერა მისი სიტყვებია თქვა სულელმა არ არის ღმერთი ეს როგორ არის როგორც შვილები აი თქვა მამამ ყველაფერს აკეთებს შობელი შვილებისთვის მამამ შვილს მიცა ყველაფერი სახლი კარი აგარაკი მანქანა მოაწვო ინსტიტუტში გადაუხადა ფული და ესეთი შვილი და არის ხშირად რო იწვის ხოლმე რა გაუკეთებია ჩემთვის შობელს და მაშინ შობელი ხო იწვის რომ კაცო სულელი არ არის ჩემი აი ესეც გავსვა თავისა რომ ამდენი რამ ნა ყველაფერი ღმერთმა საერთოდ ჩამოვიდა ჯვარსეცმა 64-ის კარი გამიღო და არა ღმერთი აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო აი ესეთი შეიძლება იქნას კაი გაგებით გაბრაზებული ილია თესბით რატო იყო გაბრაზებული იმიტომ რომ არავინ არ აღიარებდა ღმერთს და ეგონა რომ თან სოფლიოში იყო მარტო თითო და არ აღშფოთდები როცა ღვთის ასეთ კაცმოყვარეობა ხედა და ირგვლივ ხედავ რომ არავინ არ ცხოვრობს ღვთის სათნო და აღშფოთდა ილია ჩაუწია ეხოცები რაღაცას აღშფოთდა ილია გაბრაზდა ილია და თქვა 3 წელიწად ნახევარი არ წამოვაწვიმაო ჩემი სიტყვის ღმერთი ომერო შეისმენ ჩემს და 3 წელიწად ნახევარი არ მოვიდეს ახლა
წარმოიდგინე. წვიმა რა იქნება, ხო, ერთი კვირა რო არ არის ხოლმე ხა ზაფხულში, გადამხმარია ყველაფერი. 3 წელიწად ნახევარი, ხო? თან პალესტინაში წარმოიდგინე 70 გრადუსზე არის სიცხე. და ღმერთმა ილიასი ისმინა, იმიტომ რომ მართალი კაცი იყო და დაწყდა ცხოველები, ადამიანები, ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლის თავზე მე უკვე აღარ იყო არაფერი საშუალება. და ეხვეწებოდა ილიას, იმიტომ რომ ილიამ უთხრა სანამ არ ვიქნე არ წამოვა წვიმა. გაბრაზებული. ეს აღშფოთება სამართლიანიც არის, მაგრამ ხასიათი ქონდა ამ კაცს ესეთი, რომ და სამართლიანი სულიად რო გახშფოთდები, რომ ხო აღშფოთდები შვილებზე, აღშფოთდები ნათესავებზე, რომ გადაყოლი ხარ თქვა და ისინი საყვედურობენ, არ აღიარებენ ამ გადაივია კაც. და თქვა, უფალო ერთი ვარ ამ ქვეყანაზე, ერთიო და არაო ღმერთმა თქვა 7000 კიდე მყავს. გამიგე? აი ფარული 7000. თელს დედამიწაზე მარტო 7000. ილიას კი ეგონა მარტო თვითონ. აი რა არის ადამიანის უმადურობა ჩემო ძილას. და ილია რა როგორ არის ხვეწენ წამოვიდეს წვიმა, თქვი წამოვიდეს წვიმა, არა და სანამ მე თვითონ არ დაუშვა ღმერთმა, რომ თვითონ მოშივდა, თვითონ მოწყობდა, თვითონ ცუდად იყო თვითონ, მაინც არ შვებოდა, მაგრამ ბოლოს ღმერთმა დაუშვა, რომ ილია ვაშკაცი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთისგან არის ჩვენ თუ რამე კარგია ჩვენს. და ბოლოს დაუშვა ღმერთმა, რომ შეშინებოდა იზაბელა დედოფლის, რომელიც დაემუქრა ხარ მოკლა. და ილია გაიქცა და რა გაიქცა, თვეობით გარბოდა, დღეები გარბოდა, არეძი გარბოდა. სულ იმდენი ირმიდა შეეშინდა. და ამ ყველაფერმა რომ თვითონ შეეშინდა, თვითონ შიოდა, თვითონ წმუროდა, გულისხმა ხო. მე ღმერთი ეუბნებოდა და ბოლოს თქვა მოლბა რომ წამოვიდეს წვიმაო და წამოვიდა ღმერთმა დაუშვა და წამოვიდა წვიმა. მაგრამ შემდგომ როცა ყველაფერი წესრიგში მოვიდა, ხეები, მოკლედ აყვავდა ბალახი, ყვავილები, მცენარეები, ხემფოთოლი მოისხა, ყველაფერი წესრიგში დადგა, ხალხმა წყალი დალია, ცხოველებმა წყალი დალიეს, ყველაფერი წესრიგში დადგა. ღმერთმა იფიქრა, რომ ილიამ კიდე არ თქვას რამე. და წმინდა მამების ზოგიერთი განმარტება არის, რომ ამიტომ აიტაცა ზეცა. გამიგე? რომ ეხლა წარმოიდგინე ძვლის დალაგდა, ძვლის ახტებოდა რატო და ამბობ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კიდე რამე თქვა ილიას, რომ კიდე 3 წელი ამბობ და ამიტომ უფალმა აიტაცა ზეცა. და ელისე წინასწარმეტყველად თქვა, რომ შენი ხალემი დამიტოვეო, იმიტომ რომ ღმერთ შემოსილი იყო ილია და რო ეცვა ეს ხალემი, ღმერთ შემოსილი იყო ის ხალემი, ჩვენ ხო აქ სიწმინდე ვადებ მატერიებს რაღაცებს, რომ ეს სიწმინდე გადმოვიდეს მასზე და საკმაოდ ხუთაში წერია, რომ პავლეს მიადებდენო ხელსახოცებს ოსახეს და მე მიქონდა და საწაუდგმოქმედი ხდებოდა ის ხელსახოცი. ესეთი იყო ილიას ხალემი, ძველი აღთქმის ყველაზე დიდი სიწმინდე, რომელიც ღმერთის განგებით საქართველოში ჩამოგზანდა და სვეცხოველში. მერე უფლის კვარტი ახალი აღთქმის ყველაზე დიდი სიწმინდე, იმიტომ რომ ღმერთი წინასწარ ხედავდა ყველაზე დიდ თავდაბდებნი ღვთისა, რომელმაც შექმნა სამყარო, განკაცებული ქრისტესი, ეს იქნებოდნენ ქართველები. მე უბრალოდ გაუგნებული ვარ ხოლმე, ვერ ვიაზრებ, ხანდახან რა ქალაქში ვცხოვრობ. და იმიტომ ვამბობ, რომ ბიბლია თითქოს თბილისისთვის დაიწერა უმეტესწილად. იმიტომ რომ ბიბლია ეს არის ძველი აღთქმა მოლოდინი ქრისტესი, ახალი აღთქმა უკვე განკაცებული ღვთის, რომ მოვიდა ქრისტე.
ხოლო თბილისი არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობით, პროცენტულად რაოდენობით ხია. ისედაც ყველაზე მეტი რაოდენობით თავი დადო ქრისტესთვის ქართველმა ქრისტიანმა. ახლა რა ქალაქი უნდა იყოს ღვთის წინაშე წარმოიდგინე თბილისი ღვთისმშობლის წინაშე, რომელიც არის კიდევაც თბილისის და მთელი საქართველოს ფარველი და წილხვედრია საქართველოსი და რა გაგებაში უნდა იყოს პავლე მოციქული თუ თესალონიკელებს და კორინთელებს აქებს სარწმუნოებისთვის რა შედარება კორინთელი და თესალონიკელები და თბილისი ჩემო ძვირფასებო, რომელმაც არა მარტო 100,000-მა ერთ დღეში დადო თავი, ძალიან ბევრმა ბულღათუკის შემოსევის დროს შეეძლოთ მუსლიმობა მიიღოთ, მაგრამ 50,000 ქართველი დაწყდა. მანამდე ვახტანგ გორგასალის დროს თელმა საქართველომ დაიფარა უბრალოდ ღმერთმა, რომ გავიდეს სიკვდილზე. მილიონიანი სპარსეთის ჯარი დაუპირისპირდა 200,000 ქართველი. რას ნიშნავდა? ეს ნიშნავდა, რომ უნდა გამწრალიყო სულ ყველა უნდა დავიდო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩემი ძვირფასებო და მოკლედ ილია აღიტანცა ღმერთმა ზეცაში, რომ ესეთი რამ აღარ ექნება. და დაწყნანებული იყო, იმიტომ რომ ილია ვერ წნანდებოდა, როცა ესეთი მდგომარეობა იყო ირგვლივ. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ესე იგი ერთი რამ უნდა კიდე და ამით დავასრულო. ჩვენ რამოდენიმე საკითხი იყო, მაგრამ სადღაც ამოვწერე და ერთი მახსოვს. ჩვენთან დაიწყეს ესეთი რამ, რომ დაცინვა ეს და ამიტომ ეს მოვსწრე გზირში. რომ ისა სადმე შევამჩინე ეს მე რომ იცახე რომ რას ხმაურობთ, რას ჭიჭკინებთ, ყვირი ხართ, ეკლესიაში ხომ არ ხართ? ვითომ დაასწრე ეს დისკრედიტაცია ეკლესიის, ეს არის არაფრით არ შეიძლება და ეს მორწმუნეებისგან ნახე და სასწრაფოდ შეწყვიტეთ, ვინც ამას ამბობს, როგორ შეიძლება. თან ჩვენ ეკლესიაზეა ლაპარაკი, მე კიდევ ვამბობ, რომ შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს აქ გაზუგლუქება არ მინდა ხა რაღაც სუდი თქვა, მაგრამ ვიღაცებმა დატოვეს თქო ჩვენი თავზე რა ხმაურია რა ეს არის და პირიქი იხარობთ თუ ამ ტაძარში ხართ, იმიტომ რომ ეს არის ტაძარი, სადაც არის ყველაზე ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი ქრისტიანი. და ის ხმაურიც განსაკუთრებით მე რო არის ამ ბავშვების ჭიჭყინი განსაკუთრებით. გამიგე? და ნეტა ვიჭიჭყინონ და იხმაურონ და იყვნენ და საქართველოს გამრავდეს და რას ლაპარაკობ. ამიტომ ესეთი რამ შეწყვიტეთ, ნახე მე რაღაც ეკლესიაში ხო არა ხარ და იცინია და არ შეიძლება რა სასწრაფოდ შეწყვიტეთ და ვისაც ამიტომ სადაც უნდა იქცევდეს იმდენი ეკლესია თბილისში 160 ეკლესია ჩემო ძვირფასო გახსნით, მაგრამ კიდე გვიმეორე ძალიან უხარია ზუსტად იმიტომ და მოდის იმიტომ, რომ ეს თვითონ ამბობენ არის განსაკუთრებული იმით, რომ აქ არიან მრავალშვილიანი ოჯახი. გაერთიანებულია 5 და მეტი შვილი, ვისაც ხავს 300 ბავშვია, ესეთი პატარები, ჩემო ძვირფასო. ასე რომ ესეთი რამ ხო და მოკლედ ილია თესბისტელი გვეწეოდეს და დღეს არის ჩემი კურთხევა, მგლობის, მგლად-კურთხევის დღე ილიაობას 38 წლის უკან მაკურთხა პატრიარქმა ილია მეორე. ყვარელში ილია ჭავჭავაძის ხსენებაცაა და მოკლედ აი ყველაფერი ერთად. პატრიარქმა მაკურთხა ილია ჭავჭავაძის ხსენება, ილია თესბისტელის ხსენება პატრიარქის ანგელოზის დღეა. მე მაკურთხა პატრიარქმა ამ დღეს და იქ სტიხაროსანმა აღარ მახსოვს რომელმა ორი სტიხაროსანი მახსოვს მიცინოდა და რომ აკურთხეს პატრიარქმა მაკურთხა მითხრა რომ პატრიარქო
ვინც უყვარს ყველაზე მეტად ამ დღეს იმას აკურთხებს და რამხელა ნუგეში და სიხარული იყო ეს ჩემთვის, არ ვიცი ახლა მომაწყვეს თუ რაკნეს, ესეთი რამე მითხრეს და ძალიან გამიხარდა ჩემო ძვირფასებო. ჩვენთან არის ჯვარი გამოდი.